ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს სისტემის ბზარი დაუძახებთ უკვე დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან გიგა ლემონჯავა პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი და მარიკა არევაძე პარტია კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მობრძანდით ძალიან მიხარია რომ ხვედით მადლობა ამისთვის და ჩვენ უკვე ბევრი ვისაუბრეთ მაგრამ ყველანი ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია როგორ არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ასეა რაღაც პანიკურ რეაქციებს ემსგავსება რეჟიმის ეს რაღაც გამოხტომები, პოლიციელები რო ფოსტალიონებად აქცია და დადიან და არიგებენ ამ ჯარიმებს, ესე გაუთავებლად და ადამიანებს არაერთი ჯარიმა აქვთ უკვე მისული ბატონი პაატა ბურჭულაძის იუბილეს შემდეგ ვნახეთ რომ სახლში საჩუქრად ჯარიმა მიუტანეს და უყურებდი როგორ ეღიმებოდათ და ნინო ქათამაძეს მეორე ჯარიმა მიუტანეს. ვინდა წერა პაატა ბურჭულაძე ოპერის სიმღერის გამო დააჯარიმესო? ვიღაცამ დაწერა, მაგრამ ნუ ფაქტია ესე გამოვიდა. ხო და ნუ აი რაღაც აბსოლუტურ აბსურდში ვართ, თუმცა შეგვიძლია რომ აი მათი ეს ნაბიჯი მათ საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ და ამაზეც ვისაუბრებთ, თუმცა მე და შენ სანამ ეთერში შემოვიდოდით ვსაუბრობდით ზოგადად მოსამართლის მნიშვნელობაზე და მინდა აუცილებლად ამით დავიწყოთ საერთოდ რას ნიშნავს მოსამართლე ქვეყანაში, რამხელა ძალა აქვს მოსამართლეს და რამხელა ცვლილების შეტანა შეუძლია ყველაფერში აი ამაზე რო დავიწყოთ საუბარი და მერე გადავიდეთ ჯარიმებზე და საღამო მშვიდობისა პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს და მივესალმებით ჩვენს მაყურებელსაც მართლა ძალიან მნიშვნელოვან საკითხში ეხება, იმიტომ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ზოგადად დემოკრატია დგას მართლმსაჯულებაზე და თუ მართლმსაჯულება არ არის გამართული, იქ წარმოუდგენელია საუბარი ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და ასე შემდეგ, ხომ? ჩვენ რო შევხედოთ, ანუ მოსამართლის როლს და დანიშნულებას, მოსამართლეს აქვს აი ყველაზე მაღალი თანამდებობა, იმიტომ რომ მას შეუძლია მართლმსაჯულება განახორციელოს. აი მაგალითად დღევანდელ რეალობაზე რო გავავლოთ პარალელი, მოსამართლე თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფუძვლო რაღაც ასე ვთქვათ ოქმებს არ დაადასტურებს, არ დაუდგენს სამართალდარღვევებს, ცრუ მოწმე პოლიციელებს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს ცრუ რაღაცა სიმართლე დააკანონონ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უბრალოდ აღარ მიმართავს სასამართლოს და შესაბამისად აღარ გვეყოლება ამდენი ადამიანი, რომელსაც რაღაცა 5,000 და უამრავ ჯარიმას აწესებენ, ხო? ისევე როგორც არ გვეყოლება რეჟიმის პატიმრები და სისხლის სამართლებრივი წესით ორ თვიან წინასწარ პატიმრობა გაშვებული ადამიანები, იმიტომ რომ პროკურატურა თუ დაინახავს, რომ მისი შეკერილი, ეგრეთ წოდებული შეკერილი საქმით შედეგი არ დგება, იმიტომ რომ სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას, რა თქმა უნდა აღარ გვეყოლება რეჟიმის პატიმრები. ამიტომ არის რომ მოსამართლე არის ძალიან მაღალი თანამდებობა, მოსამართლეს შეუძლია ქვეყანაში იყოს დემოკრატიის გარანტი, მართლმსაჯულების გარანტი და განსაკუთრებით ასე ვთქვათ, მტკივნეულია ჩემთვის, როგორც სამართალმცოდნესთვის, მე ადვოკატი გახლავართ პროფესიით, როდესაც ვხედავ, რომ სასამართლოში მართლმსაჯულება აღარ არის და სასამართლოში იმ შენობაში, სადაც მეც თქვენს ყოველდღიურად დავდივართ იმისთვის, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა განვახორციელოთ, ყველაფერი ხდება სამართლიანობის გარდა, ყველაფერი ხდება მართლმსაჯულების გარდა და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ამ ცვლილებების ახალი არჩევნების და მე მჯერა, რომ ეს ახალი არჩევნები იქნება, ახალი არჩევნების შემდგომ ჩვენ გვჭირდება ყველაზე მეტად ფუნდამენტური რეფორმა სწორედ სასამართლოსი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას უსვავ, თუ ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი, გამბედავი, კანონის უზენაესის პატივისმცემელი მოსამართლე, აღარ იქნება არც დასჯა, არც რეპრესიები და არც ამდენი თვითნებობა და თავნებობა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. დაბალანსდება. თვითონ რამდენად არის მოთხოვნილება ხალხში იმისი, რომ თავისუფალი სასამართლო რამდენად უნდათ. ეხლა რას გულისხმობთ? რა თქმა უნდა, ეს შეიძლება უნდათ, მაგრამ რამდენად საკმარისად აწუხებთ მათ და რამდენად კრიტიკულია დღეს საქართველოში ადამიანებისთვის ის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ანუ თქვენ თუ გისაუბრეთ, თუნდაც ამორჩევლებთან, ანუ აი მე რამდენია ხოლმე პრიორიტეტებში, ისე ვამბობ რა თქვა, რამდენად გააზრებული აქვთ ეს შეიძლება მეც ბევრი რამე მინდოდეს, მაგრამ ბოლოდი არ მქონეს მნიშვნელობა გააზრებული. და რამდენად არის საქართველოში დღეს გააზრებული მნიშვნელობა დამოუკიდებელი სასამართლოს. ხო, ეგ არის ყველაზე მთავარი. კი, გააზრებული არის, თუმცა პრიორიტეტებში პირველ და მეორე ადგილას ნამდვილად არ არის, მაგრამ ბოლო მოვლენებმა
აშკარად აჩვენა, რომ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, ვერ იქნება ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართალი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს შერჩევითი სამართალი და უკვე თითქმის, ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო ეს უსამართლობა. ძალიან ბევრი ადამიანი თუ უშუალოდ სამართალდამღების სკამზე არ დასვა ამ რეჟიმმა, ხო, ტელევიზიიდან უყურებს, როგორ ცრუ ჩვენებების, აბსურდული მოცემულობების ფარგლებში ხდება, ასე ვთქვათ, სამართალდამღვევად. ხო, იცი რა, ეხლა საუბრობდი და ესე კი ვიცით, თუმცა მაინც იმდენი ხანია მიჩვეულები ვართ საქართველოში და საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, რომ სასამართლოში დიდათ ნდობა ესე, რომ სასამართლო უზენაესი ინსტიტუცია, სადაც მიხვალ და შენ უფლებებს დაამტკიცებ თუ მართალი ხარ, ეს წარმოდგენა რაღაც არასოდეს არ ქონია და თვითონ ის ფაქტი, რომ მოსამართლე არის ყველაზე უფრო მაღალი რანგის თანამდებობა. ამას მე მგონი მოსამართლეებიც ვერ აცნობიერებენ. მოსამართლე არის შინაგან საქმეთა სამინისტროზეც და პროკურატურაზეც უფრო ძლიერი პირი, ის ადამიანი, რომელიც იმ მანტიით გზის, შეუძლია ამხელა ძალაუფლება აქვს, ეს მგონია, რომ კარგად არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, არ გვაქვს გააზრებული, რომ ეს არიან ის ადამიანები, რომ არასოდეს ჩვენთვის მოსამართლეები არ ყოფილან, რაღაც ვიცით, რომ უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ და დიდათ ეხა რავი რა, ახლობ ნაცნობობა თუ არ ყავს, შეიძლება მოიგო პროცესი, მაგრამ გააჩნია თან შენ ამბობ, საქართველოს მოქალაქე არ არის შეჩეული თავისუფალ სასამართლოში. ხაზი რო გაუსვათ, ასე ვთქვათ, სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მოსამართლეები, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ მე მაქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება საადვოკატო საქმიანობის, სამოქალაქოს მიმართულებით და მე შემხვედრია ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც დღემდე მაქვს კონტაქტი შენარჩუნებული და ვიცი, რომ ისინიც შიგნიდან ჩვენ გულშემატკივრობენ, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ დავასახელებ ამ ადამიანებს, თუნდაც იმიტომ რომ პრობლემები არ შეექმნათ, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და აი ეს რეჟიმის საქმეები, რომელიც შედის არ ეწერებათ მათ, ეწერებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ვერ აცნობიერებენ საკუთარ როლს, საკუთარ მნიშვნელობას და იმას თუ რა შეუძლიათ ამ კრიზისიდან რომ გამოიყვანონ ეს ქვეყანა. ამხელა ძალას ინახება. ხო, ნუ არა ეს კლანმართველობის შედეგი. რაღაც რუბრიკა გქონდა ანა არგანაშვილი და ანა აბაშიძე ყავდნენ ხოლმე და რაღაც ბავშვთა უფლებების საქმეებზე გვიყვებოდნენ ხოლმე ამბებს და იქ არაერთხელ უთქვამთ აი მოსამართლეების ესეთი ძალიან სამართლიანი და ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გვითქვამს კიდეც ამ მოსამართლეების სახელები და გვარებიც და მადლობაც გადაგვიხდია მათთვის და რავი ალბათ დღესდღეობით როცა ამ სიტუაციაში ვართ და ამ რეჟიმს აუცილებლად შევცვლით ეგენი არიან ის ადამიანები ვისი იმედიც უნდა გქონდეს. გიგასთან მაკითხვა მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ხშირად ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის თუ რატომ ვარდებიან ხანდახან პესიმისტში ადამიანები, ხო? მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ისე ხშირად არ კეთდება აქცენტი თუნდაც ოღონდ ჯანსაღად იმაზე, აი ზედმეტი უტრირების გარეშე მე არ მომისმენია, რაც იმას არ ნიშნავს, რომ არ ყოფილა ამისი ანალიზი, მაგრამ მე არ მომისმენია ქართული ოცნების მაგალითად დაშვებული შეცდომები თუნდაც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ანუ არჩევნების შემდეგ. რა შეიძლება მიიჩნიოს, აი შენი აზრით ყველაზე დიდ ბზარად სისტემისთვის და თუ არის შესაძლებელი, თქვათ, რაღაცნაირად მომავალშიც რო გადავიდეთ და რამ შეიძლება გამოიწვიოს მომავალში, რისი ეშინიათ მათ, რომ ყველაზე სუსტ წერტილად რას თვლიან, თქვათ, პირობითად ციხესიმაგრეში. სამშვიდობის მესამბე მაყურებელს, ჩემი აზრით, ქართული ოცნების მთავარი სისუსტე არის ის, რომ მათი ძალაუფლება დგას სინამდვილეში რამდენიმე ასეულ მოძალადეზე. ამ მოძალადეებში შედის როგორც ეგრეთ წოდებული პოლიცია, ასევე ეგრეთ წოდებული პროკურატურა, ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, მაგრამ ეს არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც უნარჩუნებს უკანონო ძალაუფლებას ბიძინას. და ჩვენ მხარეს არის ასეულობით 1000 ენთუზიასტი და ჩვენ მოტივაციებში არის ძალიან დიდი განსხვავება. მათი მოტივაცია არის, არ ვიცი, ზოგიერთის შემთხვევაში სიბოროტე, ადამიანური, ზოგიერთის შემთხვევაში კარიერული დაწინაურების სურვილი, ზოგიერთის შემთხვევაში პრემია და ხელფასი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის თვითგადარჩენა? თვითგადარჩენაც ალბათ სავარაუდოდ შიშიც შეიძლება იყოს ფაქტორი, რატომაც შეიძლება ცუდ საქმეებს აკეთებდე, მაგრამ ჩვენ მხარეს არის
ბევრად მეტი ადამიანი, რომლის мотиваცია არის გაცილებით ძლიერი ვიდრე მათი. ჩვენი мотиваცია არის ამ ქვეყნის თავისუფლება. თითოეული ჩვენგანის პერსონალური ადამიანური თავისუფლებები მათ შორის და რა უბრალოდ რაღაც ქიმერული სახელმწიფოებრივი თავისუფლება, ჩვენი ოჯახების და მეგობრების თავისუფლება. იმიტომ რომ აქ ხო უკვე პოლიტიკურ გემოვნებაზეც აღარ არის საკითხი, ხო, რომელიც ეგზისტენციალური საკითხი. ხო, აქ არის რომ ან ეს ქვეყანა აგრძელებს არსებობას ისეთად, როგორადაც ჩაიფიქრეს თავის დროზე და როგორადაც ჩვენ წარმოვიდგენთ ამ ქვეყანას, ან იქნება ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია, რა ვიცი, ხარებას და მურუსიძეს. ამაზეა ლაპარაკი და ხარებას და მურუსიძეს ძალიან ცუდი საქართველოს წარმოუდგენია სინამდვილეში, სადაც არ არის სახელმწიფოებრიობა, ბოლომდე დესუვერენიზებული ქვეყანა, რომელსაც პირდაპირ მართავენ კრემლიდან. ეს არის მათი ოცნებები. ჩვენს უკან ასევე დგას ძალიან დიდი საისტორიო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთი ტიპის ძალადობრივი რეჟიმები ემხობიან და ემხობიან ძალიან მტკივნეულად თან. თუ მკითხავთ პრაქტიკულ ასპექტებზე, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რები უნდა გადავდგათ. პირველი ნაბიჯი არის არ გაჩერება. არ არსებობს დიქტატურაში, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა. აი გეგმას რო ითხოვენ ხოლმე. ეგ გეგმა არ არსებობს. ვერი არსებობს დიქტატურაში გეგმა, როგორ დავამხოთ დიქტატურა, ამის შესახებ ნაბიჯ გეგმა ვერი არსებობს. გეგმა არის არ გაჩერება. ის რაც ეხლა საქართველოში ხდება, არის ამ გეგმის საუკეთესო განხორციელება. აქციები იქნება ხან მრავალრიცხოვანი, ხან შედარებით ნაკლები. ხან იქნება უფრო მწვავე, ხან ნაკლებად მწვავე, მაგრამ სანამ არ ვჩერდებით, ივანიშვილი არის დამარცხებული, ეს არის მოცემულობა. მეორე ამბავი არის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ამ რეჟიმის სისუსტეები. ამ რეჟიმს აქვს უნიშნელოვანი სისუსტეები. აი ჩვენი ინიციატივა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ სავარაუდოდ, ეხებოდა სწორედ ერთ-ერთი ესეთი სისუსტის გამოყენებას ამ ჯარიმებთან დაკავშირებით. ჯარიმები ქართულმა ოცნებამ ბიძინამ წარმოიდგინა როგორც ხალხის შეშინების მეთოდი. ამ მეთოდმა გაჭრა რუსეთში აი ბალოტნაის აქციების შემდეგ, მას მერე ადმინისტრაციული დაკავებებით ვერ გააჩერეს ხალხი, დაიწყეს ძალიან დიდი ჯარიმების დაკისრება, რომელმაც შეაჩერა პროტესტი. ამ მეთოდმა გაამართლა ბელარუსში, სხვათა შორის, სხვა ბევრ მეთოდთან ერთად. მაგრამ საქართველოში, განსხვავებით რუსეთისგან და ბელარუსისგან, ამ ბოროტმოქმედ სისტემას არ ყავს შეუზღუდავი რაოდენობით ადამიანები, რომლებიც აი ამ სამართალ წარმოებაში ერთვებიან ჯარიმის დაწერა, იმის განხილვა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ უნდა გავასაჩივროთ აბსოლუტურად ყველა ადმინისტრაციული ჯარიმა და თქვენ იცით რომ მათ ეს კანონით შეცვალეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა და თუ ადრე მოსამართლე იხილავდა, ანუ მათ ეკისრებოდათ ტვირთი რომ ემტკიცებინათ რომ შენ სამართალდამრღვევი ხარ, ეხა პირდაპირ პატრული გაბარებს ჯარიმას და მე შენ უნდა ამტკიცო რომ არ ვარ სამართალდამრღვევი და მათ იმედი ემყარება იმას რომ ჩვენ ავდგებით და ესე ცხოვრებივით დავიწყებთ ამ ჯარიმების გადახდას. ჩვენი მესიჯი მთავარი გზავნილი არის რომ არ გადაიხადო, გაასაჩივრე. იმიტომ რომ ეს რატომ მოიგონეს ეს წესი? იმიტომ რომ ვერ აუდიან ამ რაოდენობით ჯარიმების სამართალ წარმოებას, ვერ აუდიან. ამას ადასტურებს ვაჟა სირაძის პატაკი, რომელიც მიწერა გომელაურს, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, 1 თებერვალს. სადაც თხოვა რომ ვეღარ აუდის საპატრულო დეპარტამენტი ამდენ ჯარიმების სამართალ წარმოებასო და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ჩართეთ საქმეშიო. რაღაც კონკრეტული რამდენიმე ასეულ ჯარიმაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ გზავნილი არის რომ არ გადაიხადოთ ეს ჯარიმები, გაასაჩივრეთ, იმიტომ რომ სულ არსებობს 6 მოსამართლე, რომელიც ამ ჯარიმებს იხილავს და მათზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა. მეორე, თუ თქვენ არ გადაიხდით და გაასაჩივრებთ, ამით იცავთ ჩვენ სხვა თანამებრძოლებსაც, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ დროს დახარჯავენ ჩვენი ჯარიმების განხილვაზე, მით ნაკლები დრო დარჩება სხვების დასაჯარიმებლად. და სხვათა შორის ეს ორი დღე ვფიქრობ, რომ უნდა გავასაჩივროთ არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული გზის გადაკეტვის ჯარიმები ან ნიღბის ტარებასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ჯარიმები. ჩემი აზრით უნდა ვასაჩივროთ ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი, მათ შორის მანქანის ჯარიმებიც, იმიტომ რომ ესეც ზრდის წნეხს მოსამართლეებზეც, პოლიციაზეც, მათ არ აქვს ეს რესურსი. ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, რომ რუსეთში დაწერილი ეს სახელმძღვანელო სახელმწიფოს მიტაცებაზე ჩვენთან არ მუშაობს, მათ შორის მაგიტომაც არ მუშაობს, რომ იქით ამ მხარეს, ამ ბოროტების მხარეს რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ მხარეს არის შეუზღუდავი. მთავარია რომ ვიყოთ რაციონალურები და ვიყოთ გამბედავები. და ეს გასაჩივრების
კამპანიაც არის სწორედ ამ რაციონალურობის ნაწილი, იმიტომ რომ ეს ფაქტია, რომ სისტემაში არის ბზარი, ფაქტია, რომ ეს არის სისუსტე, ჩვენ უნდა ჩავაჭიროთ ამ სისუსტეში მაქსიმალურად და ეს გასაჩივრება არის სწორედ ამ სისუსტის გამოყენების გზა ერთ-ერთი. ჩემ წრეში რამოდენიმე ადამიანმა თქვა და ეს შეეშინათ იმისი, რომ ყადაღარო დამადონო და ასე შემდეგ. ამაზე როგორ არის აი მაგალითად? აი მარიკას შეუძლია მაგაზე რომ განმარტოთ, რომ თქვა რეალობა იცით. რა პროცედურა თქვა პირველ რიგში ჯარიმა და მოდი დავიწყოთ მოუყვეთ აი ნაბიჯ რა როგორ უნდა გავაკეთოთ. თუმცა პირველ რიგში გიგას ნაწილს გავაგრძელებ, რომ ბოლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რაც შეიტანეს და რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ შორის გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის, ანუ აზრის გამოხატვის თავისუფლების და ეს მიტინგები, მანიფესტაციების ნაწილი გადაიტანეს, მოახსნეს სასამართლოს და მისცეს შესაძლებლობა, რომ მოახდინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი დაჯარიმება პირდაპირ, მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ რეჟიმი არის შესუსტებული, ოღონდ შესუსტებული რა კუთხით გადაიტვირთა, ვეღარ უძლებს თავისივე რეპრესიებს თვითონ და მოქალაქეები ამას უძლებენ, ხო? და ეს უკვე ძალიან კარგია თავისი მეთოდით, თავისი თავი გადატვირთა, ასე რომ ვთქვათ, და ალბათ არის იმის იმედად, რომ ეს დაჯარიმებული ასე ვთქვათ, ჯარიმის აქტები აღარ მივა სასამართლომდე, მაგრამ რა უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ პირიქით, ასე ვთქვათ, გავაგრძელოთ რეჟიმის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სასამართლოს დატვირთვა. პირველი, თუ თქვენ მოგივიდათ, დაგირეკეს და გითხრეს, რომ არის ჯარიმა, ისინი არიან ვალდებულნი, რომ ჩაგაბარონ, თქვენ არსად არ უნდა მიხვიდეთ. ისინი რომ ჩაგაბარებენ ამ ჯარიმას, ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე გაქვთ იმისთვის, რომ გაასაჩივროთ. ჩვენ აი და გიგასაც გქონდა ბრიფინგი სულ 2 დღის წინ მოვამზადეთ კოალიცია ცვლილების ადამიანის უფლებათა ოფისმა ძალიან მარტივი ფორმა, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად იურისტის და ადვოკატის ჩართულობის გარეშე შეძლებს, რომ შეავსოს და გაასაჩივროს ეს აქტი, ეს ჯარიმის ოქმი. ოქმი პირველ ეტაპზე საჩივრდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და როდესაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოსცემს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას, შემდგომ ის საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოებში, რაიონულ საქალაქო სასამართლოში. შემდგომ უკვე სააპელაციო ეტაპზე და ანუ ნახეთ გასაჩივრების მექანიზმი დროში იწელება და მთელს ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით იტვირთება, იმიტომ რომ საქმეები კიდე განსახილველი უხდება, მას აქამდე ეს არ ქონდა და მეორე სასამართლოში ისევ საქმეები შევა და ისევ მოხდება, ასე ვთქვათ, სამართალწარმოების პროცესის წარმართვა. ყადაღაზე რაც მკითხეთ, გასაჩივრება ამ შემთხვევაში აჩერებს გადახდის ვალდებულებას. ესე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხო? ანუ ბიუჯეტშიც არ შეუვათ ისე მასიურად და დროის მოკლე მონაკვეთში ის თანხები, რისი მოლოდინიც აქვს, იმიტომ რომ ჩვენგან იღებენ უსაფუძვლოდ, ასე ვთქვათ, ამ ჯარიმების ფარგლებში თანხებს და მერე ის თანხები ხმარდება ისევ გედედეს და სპეცრაზმის ამ გაუგონარ ძალადობას და ჩვენ არაერთხელ გვაქვს ეს ძალადობა ნანახი, ხო? მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ რო შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, რა მიუთითებს, რომ ადამიანები უსაფუძვლოდ ერთი მეორეს მიყოლებით ხან სასამართლოში იბარებენ, ხან რა ვიცი ფიზიკურად უსწორდებიან და მეორეს მხრივ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები თუ სამართალდამცველები, რომლებიც უფლებამოსილებას ამეტებენ, არც ერთ მათგანზე მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, საქმე არ აღძრულა, არც ერთ მათგანს უფლებამოსილება არ შეჩერებია და ტიტუშკებზე ვერ შეჩერდება ხა ტიტუშკებზე ტიტუშკებს უნდა მოხდეს ტიტუშკის დაკავება და არა გაცილება და ყავა მე შოკირებული ვიყავი ერთხელ კადრით ტიტუშკა ჩასვეს პატრულის მანქანაში ისე რომ ყავა ეჭირა ხელში და ისე გადმოსვეს რომ ყავის მას აგრძელებდა და ჩვენ კიდე ყველას ერთად გვაქვს ნანახი რა სიმხეცით იჭერენ თავისუფალ მოქალაქეებს ადამიანებს რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ მოკლედ რომ შევაჯამოთ ყადაღების ნაწილზე ყადაღა არ გავრცელდება მანამ სანამ გადაწყვეტილება არ იარსებებს კანონიერ ძალაში შესული და არ ამოქმედდება მისი გადახდის ვალდებულება. შინაგან საქმის წარმოების პროცესში სანამ პირველი ინსტანცია არ მიიღებს გადაწყვეტილებას მანამდე არ არის ვალდებულება გადახდის, იმიტომ რომ ეს პროცესი აჩერებს. თქვათ აი პირველ ინსტანციაში ანუ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადახდის ვალდებულება. მე გადავწყვეტა რომ სააპელაციოში უნდა შევიდე. ეს ჯარიმა მაინც უნდა გადავიხადო. დადგენილება როცა ჩაგბარდებათ, იქიდან 7 დღე არის უკვე იმის ჩაბარება. თუმცა მაინც
აუცილებლად უნდა შევიტანოთ სააპელაციო. კი, უნდა შევიტანოთ აუცილებლად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გადავტვირთოთ სისტემა და მეორე, ეს საქმეები ჩვენ პირადად ადამიანის უფლებათა ოფისი ვაპირებთ, რომ საქმეები შევკრათ შემდგომ და გაუშვათ ევროსასამართლოში, სტრასბურგში და შესაბამისად აპელაციის ეტაპიც გავლილი უნდა იყოს, ანუ ქვეყნის შიგნით პროცესი უნდა იყოს ამოწურული იმისთვის, რომ წავიდეს ევროსასამართლოში და რა თქმა უნდა, ცვლილებების მერე ანუ საჩივრებს აზრი აქვს, დღეს არა აქვს აზრი, მაგრამ ცვლილებების მერე ყველა ეს საქმე იქნება განხილული და ყველა პირი, ვინც დღეს დანაშაულს ჩადის, იქნება ოღონდ სამართლიანი გამოძიების, ობიექტური გამოძიების ფარგლებში პასუხისგებაში მიცემული. არის თან ყველაფერს რო თავი დავანებოთ ბოდიში კი მხოლოდ ანუ რეალურად მიზეზი კი რომ უნდა გავჭედოთ სისტემა, მაგრამ რეალურად ობიექტურად რო შევხედოთ, ეს ჯარიმები ხო უსაფუძვლოა. ანუ რეალურად ჩვენ ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რამე ბოროტებას კი არ ჩავდივართ განგებრო სისტემას ვერჩით სისტემას აუცილებლად, მაგრამ რეალურად ეს არის ნაბიჯები, რომ ვიცავთ ჩვენ სამართალს, ხო გვატყუებს ეს რეჟიმი, რომ ვითომ ძალიან სამართლიანები არა, სისტემა მოძალადია, შენ ცდილობ ხვრელები იპოვო, რითიც შეიძლება რომ თქმა უნდა და ის დამატება მინდოდა ზუსტად, რომ ეს გასაჩივრება არამც და არამც ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ვითომ ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ან სასამართლოს. არავითარ შემთხვევაში, არც ერთი, არც მეორე არ არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ სისუსტეები და ეს სისუსტეები გამოვიყენოთ. ანუ მიმართვა ადმინისტრაციული საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ან მერე სასამართლოსთვის არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვაღიარებთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რომ ეს სისტემის ბზარები გავაღრმავოთ და მეორე ამბავი, რაც შეეხება მარიკა ამბობდა, რომ სამომავლოდ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ოდესმე უნდა გქონდეს და აუცილებლად გვექნება ნორმალური სასამართლო სისტემა, ეს სისტემა აუცილებლად შედგება კეთილსინდისიერების და სხვა ტესტების მეშვეობით, რასაც ჩვენ ვეტინგს უწოდებთ ხოლმე, ანუ სასამართლოს რეფორმა უნდა დაეფუძნოს კეთილსინდისიერების ტესტს, ფინანსურ ტესტს და კომპეტენციის ტესტს. კეთილსინდისიერების ტესტის ნაწილშია სხვადასხვა გამოცდილება არსებობს ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის. ზუსტად ესეთ საქმეებზე როგორ რეაგირებენ მოსამართლეები, ამის მიხედვით, მათი გადაწყვეტილებების, მათი განაჩენების მიხედვით ხდება მერე მათი კეთილსინდისიერების შეფასება და როცა ეს ხელისუფლება წავა და ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თან უფრო მალე ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ, ეს საქმეები იქნება მტკიცებულებები კეთილსინდისიერების ტესტის გავლის პროცესში და ვერც ერთ მათგანს ამ ბოროტმოქმედებს, რომლებიც საკუთარ თავს მოსამართლეს უწოდებენ და ეხა დღეს საქართველოს სახელით გამოაქვთ გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სამოსამართლო გამოიცემა საქართველოს სახელით და სინამდვილეში ამ ბოროტმოქმედებს ვეღარ ექნებათ ვერავითარი არგუმენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, როგორ იქცეოდნენ ესა თუ ის მოსამართლეები ამ ქვეყნისთვის ესეთ მნიშვნელოვან ეტაპზე. კი, ნამდვილად რაღაც ერთგვარად ის არის რა, თითქოს ეს აქტი რო აი ამდენად ადამიანები თავიანთი უფლების დაცვას დაიწყებენ, ძალიან აჩვენებს კიდევ უფრო მეტად სახეს ამ რეჟიმის მანკიერებისა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი იმისთვისაც, რომ თვითონ იქ შიგნით სისტემაში იმ მოსამართლეებმა იგრძნონ თავიანთი შეცდომები თუ რას აკეთებენ. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, როდესაც გაფიცვაზე ვსაუბრობდით, სულ ამბობდი, რომ ადგნენ ეს მოსამართლეები და გაიფიცვენ თქო და მე მგონი საბოლოო ჯამში მივლენ მაგ მდგომარეობამდე ჩვენ თუ მართლა თვითონ იმდენ ჯარიმას წერენ და ცხელი ხაზიც გვაქვს ჩვენ ვსაუბრობდით საგრემიეროში, რომ არ ჩერდება მართლა ეს თქვენი ცხელი ხაზი ისეთი ამბავი. თქვენ ერთად ვიყავით, როდესაც კიდე ზარები შემოდიოდა. აი ამაზეც რომ მოგვიყვე მარიკა, რომ რა ვითარება არის. ოპოზიციურ კოალიციებს აქ შევდივართ 4 ნომერი, ანუ კოალიცია ცვლილებისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველო, კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის ამ 4 ძალას გვაქვს გაერთიანებულად შექმნილი ოპოზიციის ცხელი ხაზი, სადაც ადამიანებს ვეხმარებით, ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ადვოკატი სჭირდებათ მათ და მოხალისი ადვოკატებს ვაკავშირებთ, კონსულტაცია სჭირდებათ, პროცესზე გასვლა თუ მოძებნა, როცა ესე უეცრად ვინმე სადმე დააკავებენ და რომ ვიპოვოთ სად არიან და ოჯახის წევრებთანაც გვაქვს კომუნიკაცია და ამის ფარგლებში ჩვენ 100-ზე მეტ ადამიანს უკვე დავეხმარეთ და ვაგრძელებთ აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას. რომ თავარი არის რა, რომ მოქალაქეები მათ ჩვენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ხო, პოლიტიკოსებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მე მაგალითად მუდმივად ვდგავარ აქციებზე და აქციაზე როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე ვდგავარ, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი სამშობლო და
საერთოდაც პოლიტიკური საქმიანობაც იმიტომ დავიწყე, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და ხედავ, რომ აი ამ რთულ პერიოდში მას გადარჩენა სჭირდება და ზუსტად ახალი ძალა და ახალი ენერგია სჭირდება, ხო? და ადამიანებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან სამართალდამცავებთან შეექმნებათ პრობლემა, უკანონო პრობლემებზე მაქვს საუბარი, მათ დამცველები ყავთ, ჯარიმებს დააწესებენ, არსებობს არაერთი ფონდი, რომელთანაც ასევე ჩვენ უკვე გავარკვიეთ დაუშვათ როგორ ხდება კომუნიკაცია და ამ ნაწილშიც ვეხმარებით, როცა უკვე გადახდის დრო მოვა. მოკლედ, ჩვენ ვართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით და მოქალაქეები არიან ჩვენს გვერდით. აუცილებელია, რომ ქვეყნის შიგნით გაგრძელდეს ეს ერთიანობა და ეს უწყვეტი აქციები და ქვეყნის გარეთ კიდევ ჩვენ ეს პოლიტიკური ძალები და სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობთ და გვაქვს ის მხარდაჭერა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გეოპოლიტიკური გადანაწილების თვალსაზრისით ზუსტად იქ მოხდეს, სადაც ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირში. და მინდა ვისარგებლო შემთხვევით რეჟიმის პატიმრებს მინდა გამოუცხადო მხარდაჭერა და მინდა აქედან ვუთხრა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის, ჩვენ ვართ მათ გვერდით, ყველა შესაძლო რესურს ვიყენებთ იმისთვის, რომ ისინი ძალიან მალე იყვნენ გარეთ. რა თქმა უნდა, რთულია ავტოკრატიასთან და დიქტატურასთან ბრძოლა, მაგრამ მჯერა რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივი მუშაობით მალე ახალი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას. ისინი ძალიან ბევრ განთან მე მაქვს ურთიერთობა და საკმაოდ მხნედ არიან, ხშირად აქეთაც კი გვამხნევებენ და როდესაც იქიდან მირეკავენ ხოლმე ხანდახან, მე მგონი მე უფრო ბედნიერი ვხდები და ამაყი ვხდები, რომ აი ისეთი ადამიანები იცავენ დღეს საქართველოს და საქართველოს ღირსებას, როგორიც აი გამოკეტეს იქ. და ნუ ეხლა ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ერთმანეთზე უფრო მაგარი ადამიანები შედან იქ და ასევე მინდა მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, იმიტომ რომ ეს უკვე ხედავთ განსაკუთრებით ეკაშენ ამ სასამართლო პროცესებზე, როდესაც დავდივართ ამ რეჟიმის პატიმრების მხარდასაჭერად. და ამ სასამართლოში იმიტომ კი არ მივდივართ, რომ იქ სასამართლოს იმედი გვაქვს, იმიტომ მივდივართ, რომ ადამიანებმა დაინახონ, რამხელა არმია უმაგრებთ მათ სურს. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ხო, ჩემთვის პირადად რაღაცნაირი განცდა არის, ესენი არიან ადამიანები, ვის კისერზეც გადის დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და საკმაოდ ღირსეულად უდგანან აი ამ მოძალადე რეჟიმს და მართალი ხარ პირიქით აქეთ გვამხნევებენ და გვაძლიერებენ და სულ ვფიქრობ, რამდენად რთულია მათთვის ახლა ამ 4 კედელში თავის ფიქრებთან მარტო დარჩენა, მაგრამ ისეთ რაღაცებს იწერებიან და რომ რეკავენ, ისეთი გამამხნევებელი არის მათი თითოეული სიტყვა, რომ მართლა გამაოგნებელია და ეს არის ის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ იმდენი ისეთი ადამიანია, რომ მხოლოდ აი მაგ ხალხის გამოც კი ღირს რომ არ გაჩერდე და იბრძოლა და ვერც გაჩერდები არ არსებობს ამ ხალხს ჩვენ ვერ მივატოვებთ. მე კონკრეტულად ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც არც იურისტი ვარ, არც პოლიტიკოსი და არაფერი მე შეიძლება კონკრეტულად რამე ვერ შევცვალო, მაგრამ ის რაც შემილია რომ სასამართლო პროცესზე მივიდე, მის ოჯახის წევრებს დავუდგე გვერდით და სულ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრო, ამას პირობას ვიძლები, რომ იმაი სანამ თითოეული მათგანი გარეთ არ გამოვა და მათ არ ჩავეხუტები რუსთაველის გამზერზე, ამას არ შევწყვეტ, ამას გავაკეთებ ყოველ დღე და ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აბარა. გიგას მინდა ვკითხო, ჩვენ პერიოდულად განსაკუთრებით ვექცევით ხოლმე ყურადღების ცენტრში ევროპაში. ნუ ესე ფონად სულ მიდის რაღაც საუბრებით, ხო, ადამიანები ხა სახლში ვსივართ, რაღაცა კარდებს უყურებთ, აბა ეხლა ვინ რა განცხადება გააკეთა ასე შემდეგ. ჩვენ ეხლა ვისაუბრეთ სისტემის, ასე ვთქვათ, ძალიან უხეშ გამოვლინებებზე, ხო, და ავტორიტარიზმი, დიქტატურისკენ, ან ტოტალიტარიზმისკენ რაღაც მიმავალი გზა, ნუ არაფერი კარგი, ყველაფერი რაც გახსენდება ასოციაციურად დღევანდელ მოცემულობაზე არის რთული. რამდენად აქვს თვითონ ევროპაშიც გააზრებული, თქვა ის ყველაფერი, რაზეც საუბრობ. თითქოს კი დაგჭება შტაბ-შტილება, რომ არიან კონკრეტული ადამიანები განსაკუთრებით, კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც იგრძნობა მათ საუბარში, რომ აშკარად საქმის კურსში არიან, მაგრამ რამდენად მეტი ხო არ არის კიდე საქმის კურსში ჩასაყენებელი, თქვა იმასთან დაკავშირებით, რაც აქ ხდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ისტორიაში შეიძლება არც არასოდეს არ ყოფილა ესეთი ცხადი პოზიცია დასავლეთიდან ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ნუ და ერთიანი. როგორც მინიმუმ 1921 წლიდან არასოდეს არ ყოფილა ესეთი ცხადი პოზიციები და ამ ქვეყნის ბედისწერის განსაზღვრელი ეგეც იყო ხოლმე, მაგალითად ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, რომ საერთაშორისო საზოგადოება დასავლეთი ევროპა არ იყო ესეთი მკაფიო ცხადი თავის პოზიციაში საქართველოსა ზოგადად ამ რეგიონთან დაკავშირებით.
ამ რეგიონში ეს უნიკალური ვითარება, ჩვენ ახლა ძირითადად პრობლემებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უმძიმეს ვითარებაში ვართ, მაგრამ ასევე დღეს არის უნიკალური შესაძლებლობების გარემო ამ რეგიონში, გულისხმობ შავი ზღვის რეგიონს, იმიტომ რომ უკრაინის გმირული წინააღმდეგობა ამ რუსეთის ომის წინააღმდეგ, რუსეთის ბოროტების წინააღმდეგ გახდა ტრიგერი, იმპულსი, რომ დასავლეთი მოტრიალებულიყო შავი ზღვის რეგიონისკენ და გაჩნდა ესეთი დიდი შესაძლებლობები. ამ დიდმა შესაძლებლობებმა, რა თქმა უნდა, მოაპყრო ყურადღება საქართველოს მიმართ და ის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ესეთი კაფე ოპოზიციები, ეს არის პირველ რიგში საქართველოს მოქალაქის დამსახურება. იმიტომ რომ რამდენიმე რამეს შეგახსენებთ, მაგალითად უკრაინამ და მოლდოვამ რო ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე შეიტანეს განაცხადი, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა უარი და მას მერეც 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა რუსთავაზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ შეეტანათ ეს განაცხადი. ეს არის ჩემთვის ძალიან მკაფიო ილუსტრაცია. აი, ხშირად ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება არ ვარ ხალხმა რა შეიძლება რომ შექმნას, რა შეიძლება რომ აი ეგ შეიძლება გააკეთოს. უამრავი ესეთი შემთხვევა ამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც ის რომ ამ ქვეყანას აქ კანდიდატის სტატუსი ამაში ეჭვი არავის არ ეპარება რომ ხალხის დამსახურება არის თუ შეკითხვა იმაში მდგომარეობს შეუძლიათ თუ არა გააკეთონ მეტი კი შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მეტი იმიტომ რომ ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც არსებობს უფრო ხისტი ბერკეტები ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ეს შეცდომა სხვათა შორის დაუშვა დასავლეთმა მაგალითად ბელარუსთან მიმართებაში. როდესაც დროულად ვერ უპასუხა იმ დიქტატორულ გამოწვევებს, რასაც ლუკაშენკო იქ ქმნიდა ადგილზე. ეს შეცდომა საქართველოს შემთხვევაში არ გამეორდება, ეს უკვე ჩანს, რომ არ გამეორდება, იმიტომ რომ დასავლეთის პოზიცია არის ძალიან ხისტი, ძალიან ერთმნიშვნელოვანი. ხა მაგალითად ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, ევროპარლამენტის განცხადება ამას ადასტურებს, მაგრამ არა მხოლოდ, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში არის ძალიან მკაფიო პოზიციები, რომ ივანიშვილი არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ეს ომი მიმდინარეობს თითოეული ჩვენგანის მომავლის წინააღმდეგ, ივანიშვილს არავინ აღარ უყურებს, როგორც ჩვეულებრივ მავნებელს დასავლეთში, ყველა უყურებს როგორც კრემლის ინსტრუმენტს და კრემლისთვის ივანიშვილი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის არის ბოლო დასაყრდენი რუსეთისთვის შავი ზღვის რეგიონში. აი რომ გადავალოთ თვალი, უკრაინა არასოდეს პრორუსული აღარ იქნება, მოლდოვამ გააღწია პრაქტიკულად. ჩვენ სომხეთს ვხედავთ რა ტემპებით მიდის დასავლეთისკენ შეერთებულ შტატებთან რა ურთიერთობები ევროკავშირთან. საქართველო არის ბოლო რუსული საქართველოში ყავს ბოლო რუსული ხელისუფლება ამ რეგიონში და ჩვენი პასუხისმგებლობა ეგეც არის რომ ივანიშვილის დამარცხებით არა მხოლოდ საქართველოს ვათავისუფლებთ, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს ვათავისუფლებთ რუსეთის ამ საუკუნოვანი გავლენისგან. ამდენადაც ეს ბრძოლა არის არა მხოლოდ პრობლემა და ტვირთი ჩვენთვის, არამედ უპირველეს ეს არის პრივილეგია, იმიტომ თან ამავე დროს აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობის დინამიკაც არ არის. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა თაობას ქონია პრივილეგია, რომ ყოფილიყო ისეთ ვითარებაში, როგორშიც ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ერთი ხელის გაწვდენაზე ხა რეალურად ჩვენსა და ამ ქვეყნის არაერთი თაობის ნამდვილი ოცნების ახდენას შორის დგას 3000 ნიღბიანი და 3000 ნიღბიანი შეუძლებელია რომ მოერიოს ამ ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ჩვენი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას, რომელშიც სხვათა შორის სიცოცხლეები დაიდო, რომ ეს ქვეყანა დაბრუნდეს სახლში და სახლი ამ ქვეყნისთვის არის ევროპა და არაფერი მეტი. არასოდეს ეს ქვეყანა არსად სხვა სახლში გარდა ევროპისა არ წავა. ეს არის გამორიცხული. აქ ერთი თემა ხშირად ყოფილა იმაზეც საუბარი, რომ ბიუროკრატიამ შეჭამა ევროპა და ასე შემდეგ და მათი მეთოდები მოძველებულია. უკრაინის ომმა ეგეც დაასრულა, ილო. მესმის, მაგრამ აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, დაასრულა თუ არა და ეხლასთან ისეთი სიტუაცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი ვენსი იყო ჩასული ევროპაში, იქ საუბრამა. ანუ მოკლედ მათი განცხადებები, რომელიც ხშირად ძალიან ორაზროვანია, ან ურთიერთგამომრიცხავიც, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ქაოტური არის ბოლო დროს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქოს უბიძგებენ ევროპას, რომ მეტად ასე ვთქვი, ნაკლებად იყოს ამერიკას დამოკიდებული და თვითონაც უფრო ამოვიდეს აი ამ კომფორტის ზონიდან და მეტად უფრო ყურადღებიანი იყოს, ან მეტად აუბას თანამედროვე რიტმს, ასე ვთქვათ, რომ მისი ბიუროკრატიის გამო რაღაც ზიანი, თვით ზიანი არ მიიტანოს და ასევე მეგობარ ქვეყნებსაც არ მომდონოს თვით ზიანი. რამდენად სწრაფად აკეთებს ამას ევროპა და რომ აი ზუსტად შენაწილობრივ გაეცი პასუხი. გამოიწვია თუ არა სწორედაც რომ ამ ბიუროკრატიის ნელ-ნელა გადახედვა მაინც და რა ეტაპზეა. გადატრიალდა ეს საერთაშორისო ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით 2022 წლამდე.
აღარ არსებობს ის მოდელი, ანუ ეს გაუვალი ბიუროკრატია ევროკავშირში აღარ არსებობს, გადაწყვეტილებები მიიღება გაცილებით სწრაფად ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ უკრაინაში ეს დაჭირდათ და მიხვდნენ რომ ევროკავშირის მთავარი გადააზრება უკრაინასთან დაკავშირებით იყო, რომ ევროკავშირი მიხვდა, რომ მისი გაფართოვება, ანუ ახალი ქვეყნების შესვლა ევროკავშირში არის ევროკავშირისვე უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ანუ რაც უფრო გაფართოვდება აღმოსავლეთით, უფრო დაცული იქნება. აი ამ პარადიგმიდან გამომდინარეობს ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებენ. საქართველოს რატო უჭერენ მხარს? ხშირად არის ხოლმე ეს შეკითხვა. რატო არის საქართველოს ესეთი ძვირფასი შეერთებული შტატებისთვის ან ევროპის ქვეყნებისთვის? მარტო იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ესეთი გეოგრაფიული მდებარეობა შეხვდა. არა, რა თქმა უნდა. არამედ უპირველესად იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის გულისხმობ საქართველოს არის დემოკრატიის მთავარი გამანაწილებელი რეგიონში, მთავარი ჰაბი. ჩვენს აღმოსავლეთით დემოკრატია აღარ არის. ახლა შავი ფულის ჰაბი უფრო ხომ არა, ამ ქვეყნის მისია, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ, რატო ვეძვირფასებით ჩვენ, რატო არ დაგვტოვებენ მარტო რუსეთთან? იმიტომ რომ ამ ქვეყნის როლი ევროპისთვის არის ამ რეგიონში დემოკრატიის გამანაწილებელი. ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენ არ მიგვატოვებენ მარტო მანამ, სანამ ეგულებათ ეს ქვეყანა როგორც დემოკრატიის ბასტიონი აღმოსავლეთით ევროკავშირისთვის და დემოკრატიის გამანაწილებელი. რას დაარტყა ივანიშვილმა? დაარტყა სწორედ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ივანიშვილის ამოცანა თავიდანვე იყო, რომ იზოლაციაში მოქცეულიყო ეს ქვეყანა, ანუ ჩვენი ისტორიული მისია, ფუნქცია გაეუქმებინა. მაგრამ რა მივიღეთ ის, რომ თუ ვინმე არის იზოლირებული, ეს არის პირადად ივანიშვილი და მისია ეს კრიმინალური ბანდა რაღაცა, სამაგიეროდ ქართულ ხალხს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან. ეს არის დასავლეთის პასუხი. რა თქმა უნდა, მთავარი საქმეები არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენს ნაცვლად ვერავინ ამ ცივილიზაციულ ბრძოლას საქართველოში ვერ მოიგებს, ჩვენ უნდა მოვიგოთ საქართველოს მოქალაქეებმა. მაგრამ მხარდაჭერა ევროპიდანაც და შეერთებული შტატებიდანაც ქართულ ხალხს აქვს, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს პოლიტპატიმრებს, მხარდაჭერა აქვს იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში იცავენ ამ ქვეყნის თავისუფლებას. ეს მხარდაჭერა გამოიხატება სანქციებში, აი რა არის გასაუმჯობესებელი, არის სანქციები გასაუმჯობესებელი, იმიტომ რომ ეს არის ჯერ დაახლოებით 10% იმ წნეხისა, რაც შეიძლება დაატყდეს თავს ივანიშვილს, როგორც შტატებიდან, ასევე ევროკავშირიდან. მათ ჯერ კიდე ჩემი აზრით წარმოდგენა არ აქვს რა ტიპის ტვირთან ექნებათ საქმე საერთაშორისო სანქციების თვალსაზრისით. ისინი საერთოდ გაითიშებიან რეალური ცხოვრებიდან. ესეთ ხუმრობაც იყო იმაზე Facebook-ზე, რომ გომელაური შედის მაღაზიაშიო და TBC-ით გადაიხდით თუ საქართველოს ბანკითო და ღირსების ორდენით. როდესაც გათიშული ხარ მთელი სისტემიდან რამდენი ღირსების ორდენიც ანუ ჩამოკიდონ, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებ. კი, ნამდვილად. რეალურად აქ მოპარული ეს ფულები, აქ ამოღებული ეს სიკეთეები, რომელიც სრულიად უკანონოდ აქვთ, ხომ იმიტომ უნდათ, რომ ევროპაში შემდგომ მიიღონ ევროპული სიკეთეები, ეზიარონ საკუთარი შვილები უცხოეთში ასწავლონ მეტიც, არაერთ ადამიანს ჩასულა ევროპაში თუ ამერიკაში და ბავშვი იქ გაუჩენია იმის გამო, რომ მოქალაქეობა იქაური აეღო. ანუ იმათმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ცივილიზაცია და რას ნიშნავს ევროკავშირი, მაგრამ ეს ევროპა და ეს დასავლეთი და ცივილიზაცია უკავშირდება იმას, რომ ავტოკრატია ვეღარ იქნება, მუდმივად ვერ იქნებიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ დემოკრატია თავისთავად ნიშნავს ხელისუფლებების ცვლილებას, ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ამ შემთხვევაში არ არის ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში და საერთაშორისო მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად მუშაობთ, აი თუნდაც ახლა ამ რეზოლუციის ფარგლებში ჩვენი პარტიის ლიდერები ნიკა გვარამია და ზურა გირჩიჯაფარიძე უშუალოდ სტრასბურგში იყვნენ, მანამდე ასევე ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ევროსაბჭოში, მოკლედ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ და ვაწვდით ინფორმაციას ესე პირისპირი მეთოდით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. გარდა ამისა, ჩვენ მქონდა უკვე ორი შეხვედრა, როდესაც რეჟიმის პატიმრის ოჯახის წევრები შევახვედრეთ დროასა და ახალის ინიციატივით, შევახვედრეთ დიპლომატებს, ევროკავშირის ელჩს და ზოგადად და ასევე დანჩენი
ევროპული ქვეყნების ელჩებს, სადაც პირისპირ იყო საუბარი ყველა იმ დარღვევაზე, სისასტიკეზე, წამებაზე, რაც რეჟიმის პატიმრების მიმართ არის განხორციელებული, ასევე იყო საუბარი იმაზე, თუ რას ელიან ეს ადამიანები საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ყისიერ და დაუყოვნებლივ და ძლიერ ნაბიჯებს და არა უბრალოდ რაღაც დროში გაშლილ სანქციებს და ასევე პირისპირ მოისმინეს ამ ადამიანებმა ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპული ქვეყნებისგან და დასავლეთისგან მათაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას აქვს. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის კარები არის ღია და ჩვენ უბრალოდ უნდა შევიდეთ შიგნით და ამ შესვლაში, რადგან ხედავენ, რომ ქართველ ხალხს უნდა შესვლა, ამ შესვლაში ისინი გვეხმარებიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ქვეყნის შიგნით არის, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, იმიტომ რომ თუ დაინახავს დასავლეთი, რომ ქართველ ხალხს არ უნდა მობეზრდა, დაიღალა, გატყდა, რა თქმა უნდა, ის ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. დასავლეთი არის ჩვენი მხარდამჭერი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მაგრამ ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ, არ უნდა გავჩერდეთ და პრინციპში არც ვჩერდებით, არ ჩერდება ეს ხალხის მდინარე, რომელიც ქვეყნისთვის იბრძვის და ძალიან კარგია, რომ ამდენი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელსაც ეშინია სამშობლოს დაკარგვის. აი, ხშირად უკითხავთ ხოლმე, რომ აი არ გეშინია ძირითადად თან წინახაზე რო დგავარ და როგორ არ მეშინია, მაგრამ სამშობლოს დაკარგვის უფრო მეშინია. ეგ უფრო საშიში პერსპექტივა. თუმცა აი ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, მოუთმენლად ველოდებით სანქციების გამკაცრებასაც, მაგრამ ძალიან ხშირად ხალხში ისმის ეს კითხვა, რომ საბოლოო ჯამში ეს სანქციები კი და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ რაღაც მათ მაქსიმალურად შეეზღუდოთ ფუნქციონირება, მაგრამ მე სადღაც ჩნდება ის მეორე აზრი, რომ ეს აბსოლუტურ იზოლაციაში მოხვედრა იმათ მაინც ძალიან ბევრი ფული აქვს და შეიძლება ძალიან დილეტანტური აზრია, თუმცა ამას ხალხი ფიქრობს და მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ვისაუბროთ და გავუზიაროთ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ აღმოჩნდებით იზოლაციაში და მე საერთოდ რა გვეშველება ამ აბსოლუტურ იზოლაციაში უფრო საშიში ხო არ არის და უფრო რთული, იმიტომ რომ ამ ევროკავშირის კარი კი არის ღია და კი გველოდებიან და მხარს გვიჭერენ, მაგრამ ეს ვერდგებით და ვერ შევდივართ ჯერჯერობით რა და ცოტა ეგ რაღაცა კითხვის ნიშანი რომ როგორ სულ ისმის და აი რამდენად არის მართლა ქართველი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის არის თუ არა ალბათობა იმისი რომ უარესის მომტანი შეიძლება იყოს ეს აბსოლუტურ აი სანქციების გამკაცრება და ეს იზოლაცია. ქვეყანაზე თუ მით უმეტეს როცა მიზანიც ქართული ოცნების ეგ არის რომ იზოლაციაში საერთაშორისო სანქციები არსებობს ორგვარი, არის სექტორული და პერსონალური. პერსონალური სანქციები არის სანქციები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს მიემართება. ეხლა ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდა არის რაღაც შრეებისგან შედგება, ხო? ესენი არიან ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც ფულით ყვებავენ ამ მოძალადეს სისტემას. პრინციპში სიაცხო დაიდო. კი, ესენი არიან მოსამართლეები, ესენი არიან მოძალადე ეგრეთ წოდებული პოლიციელები, პროკურორები და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული ვითომ პოლიტიკოსები, აი დეპუტატები და ასე შემდეგ, ხო? რაღაც შრეებია. საერთაშორისო სანქციების პირდაპირ სამიზნე არის სწორედ ეს შრეები. ჩვენ რო შევხედოთ ტაქტიკას, როგორ ასანქცირებენ ადამიანებს საქართველოში, დავინახავთ, რომ ზუსტად ამ შრეებს მიემართება, ამ სვეტებს, რომელზეც დგას ივანიშვილის ბოროტების ეს სისტემა. და სანქციების ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ერთს ასანქცირებენ, მეორე უყურებს და ხედავს, რომ მანაც შეიძლება იგივე ბედი გაიზიაროს. მაგალითად, აი ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესები ან პროპაგანდისტები, რომლებიც მე მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე გრძნობენ იმ საფრთხეს, რომელიც მათ შეიძლება დაემუქროთ, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, საქართველოს ეკონომიკა არის ძალიან კაფიოდ დამოკიდებული და მიჯაჭვული დასავლურ ეკონომიკასთან, მათ შორის ეს ბიზნესები, რომლებსაც ეს ხალხი აკეთებს, არის პირდაპირ დაკავშირებული დასავლეთთან. ანუ ამ ადამიანებს მარტო ის დილემა კი აღარ უდგათ, რომ სამშობლოს კარგავენ, იმიტომ რომ ამ დილემაზე ნაკლებად რეაგირებენ. დილემა უდგათ პირადი ქონების და საერთოდ ყველაფრის დაკარგვისა, რაც გააჩნიათ. მაგალითად, ვიღაცის შვილები სწავლობენ შეერთებულ შტატებში და მათი შვილები ვეღარ ისწავლიან შეერთებულ შტატებში. ანუ ვიღაცები სამკურნალოდ დადიან. ჩვენთვის უნდათ, რომ ჩვენ გქონდეს ესეთი ჯანდაცვა, როგორიც გვაქვს და თვითონ და თან აგინებენ ევროკავშირს და თვითონ ევროკავშირში დადიან სამკურნალოდ. ანუ მთელი რიგი პრივილეგიები არსებობს, რომელსაც ენი იყენებენ და ამ პრივილეგიებს ვეღარ გამოიყენებენ უბრალოდ. აქ მარტო სავიზო შეზღუდვებზე ხო არ არის ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი, რომ შეიძლება ერთ დღეს დაკარგო ყველაფერი აბსოლუტურად და ამდენად ამას ეძახიან სანქციების მსუსხავ ეფექტს.
ეფექტს. როდესაც უყურებ, რომ შენ თვალწინ ადამიანი რაღაც მოსიარულე გვამად გადაიქცევა, რომელსაც არაფრის კეთება, რაც ცივილიზებულ ადამიანს შეუძლია, მას აღარ შეუძლია. ბუნებრივია, რომ ამას აქვს ეფექტები და ამას უკვე აქვს გარკვეული ეფექტები, იმიტომ რომ ამ სისტემაში ბზარები არსებობს. ანუ ამ სისტემას ხალხი ტოვებს. აი ეს სისტემა დატოვეს ელჩებმა, ეს სისტემა დატოვა ზოგიერთმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის განსაკუთრებულ დავალება დეპარტამენტიდან. აქ არიან ბიზნესმენები, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ბიზნესმენები, რომელსაც შეიძლება ისეთი სამთავრობო პოზიცია აღარ აქვს, როგორიც ჰქონდათ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ საფრთხე არის აბსოლუტურად რეალური საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ იზოლაცია თუ ვინმეს ემუქრება, გვემუქრება არა ჩვენ, არამედ ემუქრება ამ ადამიანებს, რომელიც ჩვენ მომავალს უთხრიან ძირს. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ სექტორული სანქციებიც იყოს გამოყენებული. ოღონდ ეს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ბრალი კი არ იქნება. ეს იქნება იმ ადამიანების ბრალი, ვინც ეს ქვეყანა ჩააგდო ესეთ დღეში და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დიახ, სამწუხაროდ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ეს ხელისუფლება, მით უფრო მძიმე იქნება ჩვენი ცხოვრება ყოველ შემდეგ დღეს, ყოველ შემდეგ თვეს. კი, ესე იქნება. ფასი აქვს ესეთი ხელისუფლების, ყოველას აქვს თავის ფასი. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ დრო, ანუ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ეს ჭირი, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან კონკრეტული ამოცანები საქართველოსთან დაკავშირებით. მე ღრმად მწამს, რომ ეს ამოცანები მას აქვს 2011 წლიდან. ანუ მას მერე რაც პოლიტიკაში გამოჩნდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც 2011 წელს 2 მილიარდამდე დოლარი, რაც დოკუმენტურად დასტურდება, რუსეთიდან გამოატანეს. ანუ მას უფლება მისცა კრემლმა, რომ გაეყიდა აქტივები, რომელიც რუსეთში ჰქონდა და კეშად წამოეღო დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლითაც გააკეთა ის, რასაც ეხა აკეთებს. და ამ სახელმწიფოს მიტაცება დღეს არ მომხდარა. ეს არის ეტაპობრივი პროცესი, ხო? მაგალითად, აი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2017 წელს გააკეთეს, ერთი მაგალითი მახსოვს, რომ NDI-ს ჰქონდა კვლევა, პირდაპირი წესით გინდათ აერჩიოთ პრეზიდენტი თუ არა პირდაპირი წესით. აი ხა როგორც აერჩიეს ყაველაშვილი. 90%-ზე მეტი ამბობდა, რომ პირდაპირი წესით გვინდა ავერჩიოთ. ესენი ადგენენ და ჩაწერეს არაპირდაპირი წესით არჩევა და ეხლა ვნახეთ ეს შედეგი ყაველაშვილთან, ვითომ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ანუ ამ სახელმწიფოს მიტაცებას ჰქონდა თავის გრადაციები და ეხლა შევდივართ, რა თქმა უნდა, საკმაოდ საშიშ ფაზაში. და ამას ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ და თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ დიახ, ამ ქვეყნის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, ერთი მხრივ გვაქვს უდიდესი შესაძლებლობები, არის აი საუკუნეში ერთხელ რომ ჩვენნაირ ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე ეგეთი შესაძლებლობები გვაქვს ეხლა. მეორე მხრივ გვაქვს ეს პრობლემა, რომელიც უნდა ხო ეს პრობლემა რაღაც დაავადება, რომლისგანაც უნდა განვიკურნოთ, მაგრამ ამ დაავადების განკურნების მერე ჩვენი საზოგადოება იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე იქამდე იყო, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის სინამდვილეში ასევე ახალი ერის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, მართლა. იმიტომ რომ ესეთი სოლიდარული, ესეთი ემპათიური, ესეთი გვერდში დამდგომი, ესეთი მებრძოლი, გაუტეხელი ქართველი ერი იშვიათად ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში. დღეს არის ესეთი ერთიანი მათ შორის. მათი კიდევ ერთი ამოცანა არის, რომ გვაჩვენონ, რომ თითქოს აქ ორი საქართველო არსებობს. არ არსებობს. აქეთ არის მთელი ხალხი და აქეთ არის ერთი არანორმალური კაცი თავისი რუსული ამოცანებით და თავისი კრიმინალური და შეზღუდული რესურსებით, რა თქმა უნდა, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდულია მათი რესურსები და ისინი ცოტანი არიან. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ აი ამ რეალურად ამ პროპაგანდისტული არხებით და ამ საინფორმაციო ომით თითქოს რაღაცნაირად აბევრებენ ამ თავიანთ შეზღუდულ რესურსს, იმიტომ რომ რეალურად ეს ტყუილის მანქანა დგას ადამიანებზე, რომლებიც ამ მესეჯ ბოქსებს აჟღერებენ და აი რაღაცნაირად ეგ ომიც არის თითქოს რა, რომ აი რაღაცა ხო ეს მათი გამოსული ყავთ ბევრი კი, რითიც ამ და ასევე რუსეთიდან წამოსული. რა თქმა უნდა, მე სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ დავჯექი და 2-3 საათი ვუყურე ერთ-ერთი ეგეთი არხის სხვადასხვა ვიდეოებს და გადაცემებს და მაინტერესა იქით პირიქით საქართველოში რა ხდება. მისი თერაპია ასეც. მშვიდდება ხოლმე რა. არა, ანუ ნამდვილად მივხვდი რომ მეგონა რომ რაღაც ფილმს ვუყურებ, რომელსაც საერთოდ არაფერი ხო შეიძლება რომ რაღაცნაირად დამახინჯებული კი არ არის მოვლენები. არა, იცი როგორ არის? ფილმებში რო საინფორმაციო გამოშვებებია ხოლმე. უბრალოდ ამბები არის მოყოლილი. წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება და აი მე ვფიქრობდი რომ რაც არ უნდა ბევრი ფული გადაიხადო ამაში. ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც
საბოლოო ჯამში მაინც ყველა ერთმანეთის ვიღაც ახლობელთან გავალთ. ძალიან ცოტანი ვართ და ძალიან პატარაა ეს ქვეყანა. ანუ აი მთავარი არის რომ ხო არ გავჩერდეთ და ჩვენ ადამიანები რომლებიც ვაპროტესტებთ დღეს დავდგეთ და ის ხალხი რომელიც აი ამ ტყუილის მანქანაში ჯერჯერობით არის ჩაბმული და იხარშება და რთულია მათთვის რა, აი განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან ძნელია მოთხოვე, იმიტომ რომ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ბევრ რამეზე, იქ დაშინება კიდევ უფრო მარტივია, მათი რესურსები არ აქვთ, არავითარი გაჭირვება, ყველაფერი ცენტრალიზებულია და ანუ მათთვის ძალიან ძნელია, მარტო გრძნობენ ადამიანები თავს და შეშინებულები არიან ძალიან, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება არ გამოდიან და არ აპროტესტებენ, მაგრამ როდესაც მაგალითად მე ან ვიღაც ისეთ ადამიანს ხედავენ, ანუ ხალხმა იცის სინამდვილეში რა არის სიმართლე და იცის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც 100,000-ობით ადამიანი დგას საპროტესტო აქციაზე, საქართველოსთვის ეს საკმარისია, რომ რეალურად ყველა ოჯახში შევიდეს სიმართლე, რაც არ უნდა ისაუბროს პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა და ის რომ ყოველდღე 100,000-ობით ადამიანი არ დგას საპროტესტო აქციებზე, ეს ძალიან ბუნებრივი და ძალიან ჩვეულებრივი მოცემულობაა. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მუდმივად ჩანაცვლებითად იქაც ერთი და იგივე ადამიანები ხო არ არიან, ჩანაცვლებითად უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. უკვე მე რამდენეს მიმგონი 79 ღამეა ხო რომ რუსთაველი ყოველთვის იკეტება. ესეც ხო სიმბოლური აქტია რა. ანუ აქცია ყოველთვის არის და ადამიანები არ ჩერდებიან და არის ისეთი მნიშვნელოვანი დღეები, როდესაც ისევ 100,000-ობით ადამიანი გამოდის და აუცილებლად გამოვა მანამ სანამ არ იქნება ცვლილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ისეთ პროცესში, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელსაც არ აღიარებს არავინ ცივილიზებული სამყაროდან და არც კი მოიხსენიებენ, სტატუსობრივათაც კი არ მოიხსენიებენ და ეს ადამიანები, ასე ვთქვათ, ცდილობენ, რომ გატეხონ თავისუფალების მოყვარული ხალხი, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნისთვის. ვერ გატეხავენ, ნიჰილიზმი არ არის ჩვენი მეგობარი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანები დავიღალოთ, მაგრამ ეს არის ნერვების ომი. უნდა გავამხნევოთ ერთმანეთ და გავაგზავნოთ. ყველა ახალ ჯერზე სანამ არ მივაღწევთ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გრძელდება კიდევაც. ადამიანები ესე თავისით საიდან გაჩნდებიან ხოლმე ხანდახან გადაკეთის პროცესშიც ყოფილვარ ადგილზე, აი უეცრად საიდან ჩდება ამდენი ადამიანი, ერთგვარი სასწაულიც არის სანახაობრივი თვალსაზრისით. ამიტომ ეს ქვეყანა ვერ გატყდება, ადამიანები აგრძელებენ პროტესტს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, დასავლელი პარტნიორები აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ანუ ძალიან რეალური შესაძლებლობა და შანსი, რომ ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და ეს სამივე კომპონენტი უნდა გაგრძელდეს. და ისეთ მაღალ ნოტაზე უნდა დავასრულოთ ალბათ ეს ბლოკი, უბრალოდ ბოლოში დავამატებდი რა ხან რეგიონი ახსენეთ და საინფორმაციო კამპანიები თუ ომი ყოველ შემთხვევაში მეგობარი მეუბნებოდა იმ დღეს, რომ ანუ ერთადერთი ადგილი, სადაც ვერც გდდ ჩაგიდგება, ვერც ესაზმელი, ვერც ტიტუშკა, ვერც არხი, რომელიმე ამ პროპაგანდა არის, როდესაც მაგალითად შვილიშვილი ჩადის თავის ბაბუასთან. ღვინიანიძე წინა გადაცემაში. ზუსტად, ხო? ხო. და როცა ისე საუბრება, ხო? აი უკვე სხვა ჯერ ერთი ემოციური სხვა ნაკავშირია ერთმანეთთან. შეიძლება კამათიც იყოს, ჩხუბიც იყოს, მაგრამ სხვა ხვდებით, რომ ხო რა, და აი ამასაც დიდი ძალა აქვს და ამასაც დიდი ძალა და ჩვენი სტუმრის ნათქვამიც არის. გასტუმრები დაყოს, რომ ციტირებებს ვახდები. ხო, და სანამ დავემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ვასაჩივრებთ ყველაფერს, ყველა ჯარიმას, საპატრულო ჯარიმასაც, მანქანის ჯარიმასაც, ავტობუსში დაწერილ ჯარიმასაც, აბსოლუტურად ყველაფერს იმისათვის, რომ ამ მანკიერ რეჟიმს შეუშალოთ ხელი თავისი არაკანონიერი საქმიანობის შესრულებაში. ცეცხლი ოლიგარქი. ცეცხლი ოლიგარქი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ჩვენ კი სულ რამდენიმე წუთით გავალთ რეკლამაზე და დაგიბრუნდებით ისევ ძალიან საინტერესო